ფილმი თავიდან ბოლომდე გითხრევს. მისი ისტორია ნიუანსებითაა სავსე, რაც გაიძულებს კიდევ ბევრი რამის ნახვა მოინდომო. მეორე მხრივ, ჯეკი ჩან აქ არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც საბრძოლო ხელოვნების დიდებული წარმომადგენელი, თავისი ნიჭით ძალიან ადრეული ასაკიდანვე იწონებს თავს. სპოილერები წინ, ყურადღებით ფრთხილად იყავით. ფილმი იწყება კუნგ-ფუს ძლიერი ოსტატებითა და ახალგაზრდა ბიჭით, სახელად თომი, რომელიც ჩნდება და მათ ორთაბრძოლაში იწვევს. ის მათ სათითაოდ ამარცხებს. მაგრამ უეცრად ვხედავთ, რომ მისი თანამებრძოლები აღვიძებენ და ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ეზიზმრებოდა. ტომი ძლიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ვერ ლაპარაკობს, რადგან ბავშვობაში დამნაშავე მამა თვალწინ მოუკლა და მას შემდეგ დუმილს ინარჩუნებს. ტომი მიდის საბრძოლო ხელოვნების სკოლაში, რათა კუნგ-ფუ ისწავლოს და მამის შური იძიოს. წვრთნა ძალიან რთულია და ტომის ყოველდღე მზის გულზე უწევს ვარჯიში. ერთ დღეს ერთ-ერთი მძიმე ვარჯიშის დროს ოსტატი მათ რკინის ფეხსაცმელებს ურიგებს. უხსნის მათ, რომ ამათი გამოყენებით დიდ ძალასა და სიმტკიცეს გამოიმუშავებენ. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც შეეჩვევიან მათ სიმძიმეს და მოიხსნიან, თავს ბუმბულივით მსუბუქად იგრძნობენ, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მოქნილები და სწრაფები გახდნენ. ის მათ მდინარეზე სათლების შესავსებად აგზავნის და როგორც კი ავსებენ, მათ ზურგი დიდი სიმაღლეზე უნდა აიტანონ ისე რომ არ დაყვარონ. ადგილი სადაც წყალი უნდა მიიტანონ ძალიან მაღალია, ამიტომ თომის გზაში წყლის ნახევარი ეღვრება. თომი ცდილობს, მაგრამ იღლება და კიბეებზე ეცემა. ამის შემდეგ ჩნდება მასწავლებელი და ეუბნება თომის, რომ უფრო მეტად უნდა ეცადოს, თორემ სკოლიდან გარიცხავენ. თომი პატიებას ითხოვს და ვარჯიშს აგრძელებს. დანიშნულების ადგილზე მისულს მასწავლებელი ხვდება და დასცინის, რადგან მთვრალი იყო. თომიმ სთხოვა ესწავლებინა მისთვის, ამიტომ მასწავლებელმა უთხრა დაეკვირვებინა, რას აკეთებდა. თომიმ დაიწყო იმ მთვრალი მასწავლებლის მიბაძვა, რათა უნარები გაეუმჯობესებინა, მაგრამ წაიქცა. თომი დღე და ღამე ვარჯიშობდა, სანამ ერთ დღეს მთებს შორის მდებარე ბნელ მღვიმეში ორი სტუდენტი არ შევიდა. მან თვალყური ადევნა, რომ გაეგო, რას აკეთებდნენ. როდესაც თომი მღვიმეში შედის, ის პატიმარს პოულობს, სახელად ჩანგ. ეს პატიმარი ჩანგ სკოლის მასწავლებელი იყო, მაგრამ სიცოცხლეში ჩადენილი დანაშაულებისთვის ისჯებოდა. თავიდან ჩანგ უკვირს თომი ის იქ ნახვა, რადგან ლაპარაკი არ შეეძლო, თუმცა თომი თავის ჩამოვარდნილ პურს იღებს, ჩანგ კი ართმევს. ის ეუბნება თომის, რომ შემდეგ ჯერზე მეტი საკვები და ღვინო მოიტანოს. ბოლოს, როდესაც თომი მღვიმიდან გასვლას აპირებს, ხედავს, რომ მღვიმის კარი ჩაკეტილია, მაგრამ ხედავს ნახვრეთს და გარბის. მეორე დილით თომის ერთ-ერთ თანამებრძოლს ხის მამაკაცებთან საბრძოლოდ მიიყვანენ, რაც სკოლის ფინალური გამოცდაა. ის საკმარისად ძლიერი არ არის ხის მამაკაცებთან საბრძოლოდ და მძიმედ ჩავდება. მეორე მხრივ თომი ფარულად იპარავს ცოტაოდენ ღვინოს მთვრალი მასწავლებლის ბოთლიდან და ჩანგს მიაქვს, რათა ფარულად გაწვრთნას. ერთ დღეს მთვრალი მასწავლებელი ხედავს, რომ თომი ალკოჰოლს იპარავს და სჯის, აიძულებს რა, ერთი კვირის განმავლობაში სამზარეულო ალაგოს. თომი სერიოზულად ეკიდება სასჯელს და ყოველდღე ბევრ შრომობს. საბოლოოდ მთვრალმა მასწავლებელმა აპატია და ძალისხმევისთვის დააჯილდოვა. მოგვიანებით თომი დაბრუნდა ჩანგთან და მოუყვა ყველაფერი ხის მამაკაცებთან დაკავშირებული გამოწვევის შესახებ. ჩანგ ეუბნება, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია და ამიტომ თანხმდება მის წვრთნას. ჩანგის საბრძოლო სტილი დრაკონის სტილია, რომელიც ძალიან სახიფათო იყო. ის ასწავლის თომის ყველაფერს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენოს მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები და დრაკონის სტილის ყველა დეტალს. სცენაში თომი ფარულად ავარჯიშებს დრაკონის სტილს, რათა არც ერთმა მასწავლებელმა აუკრძალოს ამ ტექნიკის გამოყენება. თუმცა მასწავლებელი პოულობს და ეკითხება, ვისგან ისწავლა ეს ტექნიკა, სანამ თომი დუმილს ინარჩუნებს. მასწავლებელი შემდეგ ეუბნება მას, რომ საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სხეულის ჯანმრთელობის შენარჩუნება და ის ტაქტიკა, რომელსაც თომი ადრე იყენებდა, არ იყო ისეთი, რომელსაც შეეძლო ამგვარი სარგებელი მოეტანა მისი შემსწავლელისთვის. ის თავაზობს სხვა ტაქტიკის სწავლებას, რადგან ხედავს მასში კეთილ ადამიანს, რომელსაც ხელმძღვანელობა სჭირდება. თომი მასთან დაიწყო ვარჯიში, მაგრამ პარალელურად განაგრძო დრაკონის სტილის წვრთნა და რადგან ამ სკოლის საუკეთესო მასწავლებლებისგან სწავლობს, ის ძალიან ძლიერი ხდება. ერთ დღეს ჩანგმა დაინახა, რომ თომი მზად იყო ხის მამაკაცებთან გამოწვევაში მონაწილეობისთვის. ჩანგმა მისცა შეტყობინება თომის და სთხოვა გადაეცა ის კაცისთვის, სახელად თანგ, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობდა.
შემდეგ ტომი მიემართება ხის მამაკაცებთან გამოწვევისკენ და ყველა სტუდენტი და მასწავლებელი ფეხზე იდგა მის დასაკვირვებლად. ტომი შედის ბნელ ოთახში და პოულობს დერეფანს, სადაც მხოლოდ კედლებზე მიჯაჭვულ ხის მამაკაცებს ხედავს. ტომი იწყებს გამოწვევას და როგორც კი შედის, ისინი იწყებენ მოძრაობას და ძალიან სწრაფად დარტყმების მიყენებას. ტომი იყენებს დრაკონისა და ფენიქსის სტილს დარტყმების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო ძალიან რთული გამოწვევა, მაგრამ ტომიმ შეძლო მათ შორის გავლა და მეორე მხარეს გასვლა. როგორც კი გაიმარჯვა, ტომი გახდა კუნგ-ფუს პროფესიონალი. მისი მასწავლებელი ძალიან ამაყობდა მისი, თუმცა გაოცებულია, რადგან ვერ ხვდება საჩეზლო მას კუნგ-ფუს ამგვარი სტილის შესწავლა. ამის მიუხედავად, ის ხარობს მისი წარმატებით და შეახსენებს, რომ კუნგ-ფუ ჯანსაღი გონებისა და სხეულის შესანარჩუნებლადაა. გარდა ამისა, ეუბნება, რომ ამიერიდან მას ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოიყენოს თავისი უნარები მათ დასახმარებლად, ვინც ამას იმსახურებს, რადგან სამყარო სავსეა ბოროტი და სუსტი ადამიანებით. შემდეგ აძლევს მნიშვნელოვან შეტყობინებას და სთხოვს გადასცეს მასწავლებელს, სახელად ლიანგ. ცოტა ხნის შემდეგ ის ჩავიდა ქალაქში და დეზორიენტირებული იყო, რადგან მთელი ცხოვრება საბრძოლო ხელოვნების სკოლაში გაატარა. ერთმა კაცმა დაუძახა და ტომი აჩვენა ის, რაც ჩანგმა მისცა. კაცმა იფიქრა, რომ ჩანგმა ტომი გამოგზავნა და ამიტომ თან წაიყვანა. კაცს ერქვა თანგ, მან უთხრა ტომის ის, რომ სწორედ ის იყო პიროვნება, რომელსაც ტომი ეძებდა, ამიტომ ტომიმ შეტყობინება გადასცა და წავიდა. შემდეგ ტომი მიემართება ახლო მდებარე რესტორნისკენ, სადაც ხედავს ხულიგნების ჯგუფს, რომლებიც ავიწროებდნენ მაის, მაღაზიის მფლობელის ქალიშვილს და მის ძმას ჯონსი. მაი იწყებს მათ ცემას, მაგრამ ტომი აჩერებს და იწყებს ხულიგნებზე შეტევას დრაკონის სტილის გამოყენებით. მომდევნო სცენაში თანგ იღებს წერილს და აძლევს მწვანე დრაკონების ლიდერს. როდესაც ის კითხულობს, იგებს ჩანგის პატიმრობის შესახებ. მეორე დღეს საბრძოლო ხელოვნების სკოლის მასწავლებელი გაკვირვებულია იმის გაგებით, რომ ჩანგ გაიქცა. აქ ვიგებთ, რომ მწვანე დრაკონების ბანდამ დაეხმარა და გაათავისუფლა ის და ყველაფერი მოხდა იმ შეტყობინების გამო, რომელიც მათ გადასცეს. ახლა ვიცით, რომ ჩანგ მწვანე დრაკონების ლიდერია და როდესაც ამ ქალაქში ჩადის, ის პირველია, ვინც შურს იძიებს მათზე, ვინც ის დააპატიმრა. ამით დამნაშავეებს მაი გახყავთ. დილით მაის მამამ ძევლებისგან იღებს წერილს, რომელშიც ქალიშვილის გასათავისუფლებლად ფულს ითხოვენ. ისი მამა ამის გამო წარმოუდგენლად შეშფოთებულია, მაგრამ შვილი ეუბნება, რომ სიმშვიდის შენარჩუნებას უნდა ეცადოს, რადგან თუ მის სანაცვლოდ ფულს ითხოვენ, ეს ნიშნავს, რომ ზიანს არ მიაყენებენ. ამ მომენტში ის თავაზობს, რომ თავად წავა ფულის წასაღება დის გამოსახსნელად, მაგრამ მამა უარს ამბობს, რადგან არ სურს მეორე შვილი მკვლელების ხელში გაუშვას. ამის დანახვისას ტომის თავაზობს ჯონს გაყოლას. გზაში მათ დაინახეს ჩანგ, რომელიც საბრძოლო ხელოვნების სკოლის მასწავლებლებს ებრძოდა. ჩანგს ჰქონდა მათთან დაპირისპირების უნარი, მაგრამ რაოდენობით ჯობნიდნენ. ტომი სთხოვა ჯონსს მასწავლებლების ყურადღება გადაეტანა და ის დაეხმარებოდა ჩანგს გაქცევაში. ჯონ გიჟივით დარბის, რათა ყურადღება მიიპყროს. ამ მომენტში ჩენგი იყენებს გაქცევის შესაძლებლობას ტომისთან ერთად და ტყეში ქრება. ტომი ეხმარება ჩენგს, რადგან მან ასწავლა დრაკონის ტექნიკა. ჩენგმა დღამეს უცნობი კაცის სახლში ათევინებს, მაგრამ ამ დროს ჩნდება მელოდი კაცი. ჩენგ კლავს მას, რადგან ეგონა, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი იყო. აგრძელებს და კლავს მთელ მის ოჯახს და ეუბნება ტომისი დაუყოვნებლივ წავიდეს. დილით ტომიც და ჯონიც ეძებენ მაისი, მაგრამ ვერ პოულობენ, მიდიან მის რესტორანში და ამ დროს ის ადგილზე ჩნდება. აი ეუბნება მათ, რომ ხულიგნებმა ის რესტორანში დატოვეს. ვეფხვის ბანდის მეთაური ჯონს ტომის შესახებ ეკითხება, მაგრამ ის ინფორმაციას არ აძლევს. მათ შორის ჩხუბი იწყება, მაგრამ ტომი ჩნდება და ჯგუფის მეთაურს თავს ესხმის. მათ შორის გრძელი ჩხუბი მიმდინარეობს, სანამ საბოლოოდ მეთაური არ აღმოაჩენს, რომ ტომი SHAOLIN-დანაა და მიდის. ღამით ტომი მამამისის სიკვდილზე ფიქრობს. მეორე დილით ტომი აძლევს წერილს, რომელიც მასწავლებლისგან მიიღო ლიანგს. ახლა ლიანგ იუყვება, რომ ჩანგ თავიდან მისი მოსწავლე იყო, მაგრამ შემდეგ უღალატა და მასწავლებელი მოკლა, ამიტომ ის დააპატიმრეს. ამის შემდეგ ლიანგი წუხილის გამო პენსიაზე გავიდა, თუმცა ჩანგმა გააუმჯობესა თავისი ლეონიჯოუს ტექნიკა.
შემდეგ შაოლინის ოსტატი ლიანგთან მივიდა და უთხრა, რომ ჩანგ თავის მწვანე დრაკონების ბანდასთან ერთად გაიქცა. ლომის ღრიალის ახალი ტექნიკით ახლა შაოლინზე შეტევაც შეეძლო. ოსტატმა დასძინა, თომი ძალიან უნარიანია და სწრაფად ისწავლის. შემდეგ ლიანგი აძლევს საიდუმლო წიგნს და ეუბნება, რომ მას შეუძლია გახდეს შესანიშნავი შაოლინი, რადგან ეს წიგნი ძალიან უნიკალურ ტექნიკას შეიცავს. მის შემდეგ ლიანგი კვდება და თომი იწყებს თავის წვრთნას მრავალი წლის განმავლობაში, სადაც ზურგით 150 კილოგრამიან კლდესაც კი ეზიდება. მასწავლებელი უახლოვდება მათ და ეუბნება, რომ ჩანგ უახლოეს 3 დღეში თავს დაესხმება. ოსტატი ეუბნება თომის, რომ შაოლინის ბედი მასზეა. თომი ლომის ტექნიკა დაამარცხა. შემდეგ ისინი ხვდებიან ლიდერს, ვეფხვთა მეფეს და ის უყვება, რომ 10 წელია ეძებს თავისი მოსწავლის მკვლელს, რომელიც სინამდვილეში თომის მამა აღმოჩნდა. ჩანგ მოულოდნელად გამოჩნდა და ვეფხვთა ბანდის ლიდერთან ბრძოლა დაიწყო. მათი ჩხუბის შუაგულში თომი ჩაერია და მანაც დაიწყო ბრძოლა. აი სიურპრიზი. თომი საბოლოოდ იღებს ხმას, რადგან აღმოაჩენს, რომ მამამისი იყო ადამიანი, რომელიც ჩანგმა მოკლა. თომი ეუბნება ჩანგს, რომ მისი შურის ძიების დრო მოვიდა, რის შემდეგაც ისინი ბრძოლას იწყებენ. ჩენგის ჯგუფიც მოდის თომისთან საბრძოლველად, მაგრამ ის ახერხებს მათ ყველას დამარცხებას. თომი იყენებს ყველა იმ ტექნიკას, რაც ჩენგისგან ისწავლა და გონებაზე აგდებს მას, მაგრამ ბოლოს თომი ეუბნება ჩენგს, რომ ის მაინც თავის მწვრთნელად მიიჩნევს. თომი ამბობს, რომ თუ ჩენგ კვლავ შაოლინ გახდება, ის შურის ძიებას დაივიწყებს. თუმცა ჩენგს არ აინტერესებს დაბრუნება, ამიტომ აგრძელებს შეტევას და ამჯერად თომი თავს იხსნის ამ შეტევისგან და ახერხებს ჩენგის დამარცხებას. და ასე მთავრდება ეს მაგარი ფილმი. ისტორიის მორალი თავად დაწერე კომენტარებში და საუკეთესო დაფიქსირდება. არ დაგავიწყდით გამოწერა, შეტყობინებების გააქტიურება და ლაიკის დატოვება არხის დასახმარებლად. გმადლობთ ყურებისთვის.